Очень, не очень хорошая связь с абсолютной истиной, поэтому он забывает многие вещи. გოჩასული კავშირი აქვს აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან, ამიტომ ბევრი რამ ავიწყდება. На самом деле все с ней связано в нашей жизни. სინამდვილეში ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული ჩვენ ცხოვრებაში. И для преданных это очень важно, вот это вот философское понимание. დაედგულებისთვის ეს ფილოსოფიური გაგება, გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. Потому что оно, во-первых, поднимает нас, наше сознание над этой суетой, в которой обычно наше сознание погружено. იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი ცნობიერება აყავს ამ უფრო მაღალ დონეზე, რომელშიც ახლა არის ჩაძირული. И суета значит постоянные какие-то беспокойства, страхи. და ეს ქაოსი, რომელშიც არის ჩაძირული, ეს არის მუდმივი წუხილი და შიშები. То есть жизнь, знаете, одним мгновением, одним днем, одной ситуацией жизненной. ანუ ცხოვრება ერთი წამით ერთი გაელვებით ხოლმე და როდესაც ამაში ცხოვრობთ ხოლმე. Но когда мы думаем о каких-то больших, возвышенных, глобальных вещах, მაგრამ როდესაც ჩვენ ფიქრობთ რაღაც ამაღლებული გლობალურ თემებზე, мы совсем по-другому начинаем воспринимать мир, себя, все, что здесь происходит. ჩვენ აბსოლუტურად სხვაგვარად ვიწყებთ სამყაროს აღქმას, საკუთარ თავის და ის ყველაფერი რაც აქ ხდება. Но есть еще более глубокая связь с нашей жизнью. მაგრამ არსებობს უფრო ბევრად ღრმა კავშირი ჩვენ ცხოვრებასთან. То есть как наше философское понимание жизни влияет на самые наши глубинные вещи, глубинные черты. ანუ თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ფილოსოფიური გაგება, გააზრება ჩვენი ცხოვრების ძალიან ღრმა თემებზე. Даже на любовь, которую мы испытываем или не испытываем. და იმ სიყვარულზეც კი მოქმედებს, რომელსაც განვიცდით ან არ განვიცდით. На самом деле есть глубокая философия. Казалось бы, любовь — это та вещь, которая никакого отношения к философии не имеет. და სინამდვილეში არსებობს ძალიან ღრმა კავშირი ფილოსოფიასთან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გვეჩვენება, რომ სიყვარულს არაფერი კავშირი არ გააჩნია ფილოსოფიასთან. На самом деле все в нашей жизни, и чувства в том числе, основаны на том, как мы понимаем жизнь, на глубинном понимании жизни. და სინამდვილეში ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში, მათ შორის გრძნობები დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აღვიქვავთ ჩვენს სიღრმისეულ ცხოვრებას. У любого человека есть своя философия на самом деле. და ნებისმიერ ადამიანს გააჩნია თავისი ფილოსოფია სინამდვილეში. Даже у бомжа, ბონжსაც კი, მათხოვარსაც კი, там, у дикаря какого-нибудь. რომელიღაც ველულსაც. На самом деле они не понимают, что такое философия, не понимают, что у них есть философия жизни, но она есть. მათ არის მით, რომ მათ ფილოსოფია აქვთ და ესეთი რამ არსებობს, მაგრამ მათ გააჩნიათ სინამდვილეში. Но нас не интересует абы какое, то есть любое какое-то понимание жизни. Нас интересует правильное понимание жизни. მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ნებისმიერი ზოგადად რაიმე ფილოსოფია ცხოვრების, არამედ გვაინტერესებს კონკრეტულად ეს. Потому что оно будет являться фундаментом нашей жизни, наших чувств, наших осознаний. იმიტომ რომ ეს კონკრეტული ფილოსოფია იქნება ფუნდამენტი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ცხოვრების გააზრების. И как говорит Шримад Бхагаватам, და როგორც ამბობს შრიმად ბhagavatam-ი, на самом деле даже Веданта Сутра, სინამდვილეში ვედანტა სუტრა უფრო სწორად. в первой же сутре что утверждается? პირველივე სუტრაში რას ესმევა ხაზი, რა მტკიცდება? Первый афоризм Веданта Сутры. პირველი აფორიზმი ვედანტა სუტრაში. Кто-то знает? ვინმე მიცის? Адхата Брахма Джигьяса. Теперь в этой человеческой форме жизни настало время вопрошать об вечной истине. Адхата Брахма Джигьяса, ეხლა ამ ცხოვრების ფორმაში, ადამიანის ცხოვრების ფორმაში დადგა დრო, რომ ვიფიქროთ აბსოლუტურ ჭეშმარიტების შესახებ.
И это главное отличие человеческой формы жизни от всех остальных. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშნულობა ადამიანის სიცოცხლის ფორმას და სხვა ცხოველისეულ სიცოცხლის ფორმებს შორის. Это то, что делает человека человеком. ეს არის ის, რაც ხდის ადამიანს ადამიანად. Если этого нет, то представители человеческой расы Священное Писание называет Двипада Пашу. და თუ ეს არ არის, მაშინ წმინდა წერილები ხას უსვამენ ესეთი ადამიანის წარმომადგენელს უწოდებენ დვიპადა პაშუს. Означает Двипада, двуногий, а Пашу значит животное. დვიპადა ნიშნავს ორფეხას და პაშუ კიდევ აღნიშნავს ცხოველს. Те же функции, что покушать, как защитить себя, как понаслаждаться сексом. იგივე ფუნქციებია, აქეთა განსხვავდება რა შევჭამო, როგორ დავისვენო და როგორ დავკავდე სექსით. Все то же самое. ყველაფერი ზუსტად იგივეა. Единственное, что отличается, это разум, который позволяет человеку задуматься над какими-то серьезными глобальными вещами. ერთადერთი რაც განასხვავებს, ეს არის გონება, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ დააფიქროს და შეიცნოს გლობალური თემები. У животных весь разум сосредоточен просто на удовлетворении этих базисных потребностей жизни, и он не идет дальше, просто не может пойти дальше. და ცხოველებს მთელი გონება კონცენტრირებულია ამ ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და ამიტომაც არ შეუძლიათ, რომ უფრო შორს წავიდეს მის გონება. Здесь, в Тбилиси, вы можете встретить какую-нибудь такую, знаете, упитанную собаку, которая так неторопливо тешит за ухом себе. აქ თბილისში შეგიძლიათ ქუჩაში შეხვდეთ ესეთი ჩაპუტკუნებულ ძაღლს, რომელიც დინჯად იფხანს ყურის უკან. Вы можете попытаться объяснить, ну, собака, как ты живешь вообще? შეგიძლიათ საერთოდ რომ აუხსნათ, ძაღლო როგორ ცხოვრობ საერთოდ? Ну, что это вообще за жизнь? ეს რა ცხოვრებაა საერთოდ? Давай, воспевай Харе Кришна. მოდი გალობე ჰარე კრიშნა. Что вам ответит собака? რას გიპასუხებთ ძაღლი? ვიტვარჩათ? Собака просто ничего, скорее всего, не ответит. დიდი საბათობე ძაღლი აქვს აგიპასუხებთ. Она просто эти вещи не может понять. ბროდ მას არ შეუძლია ამ თემების გაგება. Хотя, если кто-то является великим преданным, он может вдохновить собаку воспевать Харе Кришна. მიუხედავად ამისა, თუ იმე დიადი ერთგულია, შეუძლია, რომ სულისკვეთება მისცეს ზარს, რომ ჰარე კრიშნა გაიმეოროს. Но обычно это не происходит. როგორც წესი, ეს არ ხდება ხოლმე. Обычно собаки даже Шрила Прабхупада облаивали. როგორც წესი, ძაღლები შილა პრაბჰუპადასაც კი უყებდნენ. Итак, у всех серьезных людей, философов, мыслителей всегда есть интерес к такому понятию, как абсолютная истина. და ყველა ფილოსოფოს, ყველა სერიოზულ ადამიანს ყოველთვის აქვს ინტერესი, გააჩნია ინტერესი თუ რა არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. Что такое абсолютная истина? და რა არის აბსოლუტური ჭეშმარიტება? Наверное, нет какого-то такого четкого определения одного. ალბათ არ არის ესეთი კონკრეტული განსაზღვრება, ერთი კონკრეტული განსაზღვრება. Во-первых, абсолютная истина – это то, что всегда существует. პირველ რიგში ის, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება ყოველთვის არსებობს, Поскольку она абсолютная, она не зависит ни от чего другого, кроме самого себя. იქიდან გამომდინარე, რომ ის აბსოლუტურია, ის არაფერზე არ არის დამოკიდებული გარდა საკუთარი თავისა. Она является источником всего и вместилищем всего. თავად ის არის ყველაფრის წყარო და ყველაფრის შემნახველი, ესე ვთქვათ, ყველაფერი მასში ინახება. И не существует ничего помимо нее, за пределами нее. და არ არსებობს არაფერი მის გარდა და мис გარეთ. То есть она охватывает собой все. ანუ ის მოიცავს ყველაფერს საკუთარ თავში. Это обычно такое философское понимание. ეს არის ჩვეულებრივი ესეთი ფილოსოფიური გაგება. Немного сложное и скучное. ცოტა რთული და მოსაწყენი. Ну, вайшнавов
Оно немного другое. მაგრამ აიშნავებს ეს ცოტა სხვაგვარადაა. В ведической литературе тоже есть определение, абсолютно истина. ვედურ ლიტერატურაშიც არის აბსოლუტური ჭეშმარიტების განსაზღვრება. Первая песня Шримад Бхагаватам Ваданти Таттва Ведас, Татвам Яджгьянам Адваям Прамити Параматмити Бхагаваны Тишатьяте. Следующие мудрецы, трансценденталисты, Шримад Бхагаватамის პირველ სიმღერაშია ეს შლოკა და სადაც ნათქვამია, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტების მიმდევარი ბრძენები называют эту недвойственную субстанцию, უწოდებენ ამ არაორმაგ სუბსტანციას, абсолютную истину, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. называют Браманом, Параматма или Бхагаваном. მას უწოდებენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, უწოდებენ ბრაჰმას, პარამატმას ან ბჰაგავანს. То есть это 11 стих из 2 главы 1 песни Шримад Бхагаватам, известный. ეს არის ცნობილი ლექსი, მე-11 ლექსი მეორე თავის პირველი სიმღერიდან. В санскрите используется несколько слов для обозначения абсолютной истины. სანსკრიტზე გამოიყენება რამდენიმე სიტყვა აბსოლუტური ჭეშმარიტების განსასაზღვრელად. Слово сатьям. ეს სიტყვა არის სატიამ. Сатьям значит как раз истина. Да? სატიამ სწორედ ნიშნავს ჭეშმარიტებას. Парам сатьям высшая истина. Парам сатьям ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. Иногда называют васту. ხანდახან უწოდებენ ასევე ვასტუს. Васту означает сущность. ვასტუ ნიშნავს არსებას. То есть суть чего-то. Просто арс და რაღაცის არსს. Иногда называют татвой. ხანდახან ასევე უწოდებენ ტატვას. Татва есть несколько переводов. ტატვას რამდენიმე თარგმანი გააჩნია. Один из них это цель. ერთ-ერთი მათგანი არის მიზანი. Другой, по-моему, то, что существует. მეორე მეგონი ეს არის ის რაც არსებობს. То, что реально существует. Да? ანუ ის რაც რეალურად არსებობს. Потому что на самом деле мудрецы понимают, что то, что мы видим, это несуществующее. იმიტომ რომ სიამდვილეში ჭეშმარიტ მაიციან რომ ის რასაც ჩვენ ვხედავთ ის არ არის არსებული. Называют это асад, материальный мир. ამ მატერიალურ სამყაროს უწოდებენ ასად. Поздравляю всех вас, вы не существуете. ყველაფერს გილოცავთ, თქვენ არ არსებობთ. Но не торопитесь отключаться. მაგრამ არ იჩხაროთ რომ გამოეთიშოთ. Будут хорошие новости. კარგი ახალი ამბებიც იქნება. Почему этот мир не существует? Потому что каждое мгновение он меняется. რატომ არ არსებობს ეს სამყარო? იმიტომ რომ ყოველ წამს ის იცვლება. Наше тело меняется каждое мгновение. ჩვენი სხეული ყოველ წამს იცვლება. Там столько всяких процессов происходит, о которых мы не подозреваем. იქ იმდენი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს, რომელზე ეჭვიც არ გვაქვს ჩვენ. Когда мы начали сегодняшнюю встречу, у вас было одно тело, сейчас у вас уже другое. აი, როდესაც დღეს ჩვენ დავიწყეთ ეს დღევანდელი შეხვედრა, თქვენ ერთი სხეული გქონდათ, ეხლა კიდე სხვა გაქვთ უკვე. То есть здесь все постоянно движется, движение изменимое. ანუ აქ ყველაფერი მუდმივად მოძრაობს და მუდმივად ცვალებადია და იცვლება. То есть здесь фактически нет ничего стабильного, постоянного, вечного, который будет так вечным в таком состоянии постоянно находиться. ფაქტიურად აქ ამ სამყაროში არ არსებობს არაფერი, რაც მუდმივია, რომელიც მუდმივად სტაბილურ მდგომარეობაში იქნება. Есть, конечно, но это уже не относится к этому миру. არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე არ მიეკუთვნება ამ სამყაროს. Так, в первую очередь, это вечное. Так, абсолютная истина имеет 3 аспекта. და აბსოლუტურ ჭეშმარიტებას გააჩნია 3 ასპექტი. Это не означает, что какие-то вот 3 вещи, они существуют по отдельности. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს 3 რაღაც ცალ-ცალკე არსებობს. Это означает, что можно ее видеть и воспринимать по-разному. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დანახვა და მისი აღქმა სხვადასხვაგვარად შეიძლება. Смотря с какой стороны посмотреть. გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ. Профиль, фас, сверху, снизу, да. პროფილში პირდაპირ ზემოდან თუ ქვემოდან.
И как воспринимать также еще зависит от нашего восприятия. და ასევე ჩვენ როგორ აღვიქოთ, ან ჩვენს აღქმაზეც არის დამოკიდებული. И иногда приводится для простоты в шастрах пример, как это понять. ხანდახან მარტივი აღქმისთვის მოყვანილია შასტრებში მაგალითები, როგორ შეგვიძლია აღვიქვათ ეს. Когда человек приближается к горе, როდესაც ადამიანი უახლოვდება მთას, издали гора кажется каким-то однородным комком одного цвета, შორიდან მთა გვეჩვენება რაღაცა ერთიან მასად, რაღაცა ერთი ფერის და ერთიანი მოცულობად რაღაც. то есть он ничего не видит, кроме этой вот однородности, одинаковости всех ее частей. და ეს პიროვნება არაფერს არ ხედავს გარდა ამ ერთიანობისა, ერთიან მასისა. Затем, когда он подходит поближе, он уже начинает видеть какие-то детали. შემდეგ, როდესაც ის უფრო ახლოს მიდის, უახლოვდება, იწყებს შემჩნევას რაღაც დეტალების. Он уже начинает различать, вот там склон, там деревья, там скала пустая. ის უკვე განსხვავებას ამჩნევს და ხედავს, რომ იქ ფერდობია, იქ პატარა მოსწორებული ადგილია და იქ ხეებია. И когда он уже заходит на эту гору, он уже может непосредственно там исполнять какие-то свои потребности, наслаждаться там. და როდესაც უშუალოდ ამ მთაზე ადის უკვე, ის უკვე იწყებს რაღაც საკუთარი თავის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და რაღაცების კეთებას. Попить воды из реки, დალევს მდინარიდან წყალს, собрать фундука, ореха, მოაგროვებს თხილს, то есть еще что-то сделать, там попрыгать по камням. კიდევ რაიმეს გააკეთებს, შეიძლება ქვებზე, ქვიდან ქვაზე იხტუნავს. То есть и вот очень такой отдаленный взгляд на абсолютную истину издалека, но приводит к видению абсолютной истины как брамана. ანუ ძალიან მოშორებული ხედვა აბსოლუტური ჭეშმარიტების მივყავართ აქმამდე, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება ბრაჰმანი. На санскрите браман означает дух, в первую очередь. სანსკრიტზე პირველ რიგში ბრაჰმანი ნიშნავს სულს. Также означает величайший, верховный. ასევე ნიშნავს დიაც და უმაღლეს. Все пронизывающий везде, то есть находящийся. ყველაფრის გამჭოლი, ანუ როდესაც ყველაფერში იმყოფება. Вот. И это, так скажем, начальное восприятие абсолютной истины. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დასაწყისი აღქმა აბსოლუტური ჭეშმარიტების. Также более конкретно браманом называет сияние, которое на самом деле распространяется везде, и в духовном мире, и в материальном мире. და ასევე უფრო კონკრეტულად ბრაჰმანს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას უწოდებენ ნათებას, რომელიც უკვე ყველგან იყოფება და ყველაფერს გამჭვალავს. Срила Прабхупада называет это энергетическим семенем творения. შილა პრაბჰუპადა უწოდებს ამას ქმნილების ენერგეტიკულ თესლს. То есть вот, наша Вселенная, она покоится на брамане, берет из этого брамана энергию. ჩვენი სამყარო დანთქმულია ამ ბრაჰმანს და ამ ბრაჰმანისგან იღებს ენერგიას. В частности, через Солнце. უფრო სწორად, უფრო კონკრეტულად კი მზისგან. Потому что Солнце, оно существует благодаря этой энергии Брахма-джоти, сиянию Брамана. იმიტომ რომ მზე არსებობს ამ ენერგიის წყალობით, ანუ ბრაჰმა-ჯიოტის ნათების წყალობით. Соответственно, все, что мы имеем на Земле, это производное от Солнца, от его энергии. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ჩვენ ამ მიწაზე გაგვაჩნია, ეს არის მზის ენერგიის გარდაქმნა, ანუ ბრაჰმა-ჯიოტის. Так что только благодаря Браману вы имеете возможность готовить сабжи. ასე რომ მხოლოდ ბრაჰმანის წყალობით გააქვთ შესაძლებლობა, რომ საბჯი მოამზადოთ. Кушать сабжи, да? ჭამოთ საბჯი, Вот. Носить одежду. ატაროთ ტანსაცმელი. Потому что все это происходит либо из растений, либо из каких-то ископаемых, добываемых на Земле. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მომდინარეობს, ანუ წარმოშობილია ან მცენარეებისგან, ან რაიმე წიაღისეულისგან. Они, в свою очередь, все возникают благодаря солнечной энергии. და ისინი თავისთავად ყველანი ჩნდებიან მზის ენერგიის წყალობით. В духовном мире тоже находится это сияние Брамана.
სულიერ სამყაროშიც არსებობს ეს ბრაჰმანის ნათება, но оно не является там основой всего, как здесь. მაგრამ ის არ წარმოადგენს იქ ყველაფრის საწის, როგორც აქ. Потому что, наоборот, оно является энергией, которая исходит из планет духовного мира. პირიქით ის წარმოადგენს ენერგიას, რომელიც სულიერ სამყაროს პლანეტებიდან მომდინარეობს. В первую очередь, конечно, энергии сияния тела Господа. პირველ რიგში პირველი რა თქმა უნდა ენერგია და ნათება, რომელიც უფლის სხეულიდან მომდინარეობს. Говорит о том, насколько Господь у нас сияющий. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რამდენად ნათობი ყავს ჩვენ უფალი. Его сияние распространяется по всему миру. მისი ნათება ვრცელდება თელ სამყაროში. И оно не уменьшается, да, с отдалением, как обычно в жизни у нас, да. და როგორც ეს ცხოვრებაში რო ყველაფერი იკლებს, მისი ნათება ეს არ იკლებს. Вы зажжете там костер, что у костра будет виден ясно огонь, тепло. თუ თქვენ კოცონს დაანათებთ, კოცონიდან ჩანს გარკვევით ეს მისი სინათლე და მისი ხურვალება. Там 300 метров от костра уже там, в лучшем случае, что-то будете видеть красноватое. და ამ კოცონიდან 300 მეტრის მანძილზე საუკეთესო შემთხვევაში თქვენ რაღაცას დაინახავთ, რაღაც წითელს. Там 5 километров уже вообще ничего не будете видеть. და 5 კილომეტრის მანძილიდან უკვე არაფერს არ დაინახავთ. Ну, Брахман, то есть сияние тела Господа, оно везде присутствует. И везде его можно видеть, если есть глаза. მაგრამ ბრაჰმანი, ანუ უფლის სხეულის ნათება ყველგან არის და ყველგან შეიძლება მის დანახვა და მისი შეგრძნობა. И вот это вот сияние, оно как раз отличается тем, что в нем вот, нет разнообразия. და ეს ნათება სწორედ იმით განსხვავდება, რომ მასში არ არის მრავალფეროვნება. Знаете, все ровно, все спокойно. ყველაფერი სწორად არის და ყველაფერი მშვიდად არის. Ни ветра, ни снега, ни разных оттенков. არც ქარი, არც თოვლი და არც სხვადასხვა ფერები. Поэтому преданных это не особо привлекает. ამიტომაც ერთგულებს ეს დიდად არ იზიდავს. Нет разнообразия. არ არის მრავალფეროვნება. И разнообразие, как говорится, это источник всех наслаждений обычно. და როგორც ამბობენ ჩვეულების სამეფო, რომ მრავალფეროვნება არის წყარო ყველა სახის სიამოვნებისა. Вот. Но у Брахмана есть одно очень важное качество, ярко проявленное. მაგრამ უბრაჰმას გააჩნია ერთი ძალიან მკვეთრად გამოვლენილი თვისება. Брахман вечен. Это качество называют на санскрите сат. ბრაჰმანი არის მუდმივი, ამ თვისებას სანსკრიტზე ეწოდება სატ. Сат означает вечность, вечно существующее. სატ ნიშნავს მუდმივად არსებულს. Поэтому у Брахмана есть вот эта вот привлекающая черта в виде вечности. ამიტომაც ბრაჰმას გააჩნია ეს მიმზიდველი დეტალი, ესე ვთქვათ, თვისება, რომ ის მუდმივია. И Брахман, он является полной противоположностью материального существования. და ბრაჰმანი არის სრული საპირისპირო მხარე მატერიალური არსებობისა. То есть, как мы сказали, он вечен, все однородно, ровно, неизменно. და როგორც ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ის არის მუდმივი, ერთგვაროვანი და უცვლელი. А в материальном мире все наоборот как раз, да, мы знаем. და მატერიალურ სამყაროში რომ ყველაფერი ვიცით, რომ სრულიად საპირისპიროდ არის. Поэтому те люди там или еще какие-то существа, которые очень устали от этого мира, ამიტომაც ის ადამიანები და ის სოციალური ასოები, რომლებიც როგორც წესი ძალიან ძლიერ დაიღანენ ამ სამყაროს რა. они привлекаются именно Брахманом. ისინი მიზდებიან სწორედ ბრაჰმანით. То есть, и они думают, раз в этом мире столько боли и страданий, და ისინი ფიქრობენ, რომ რადგან ამ სამყაროში ამდენი ტკივილი და ამდენი ტანჯვაა, то есть все временно, да, все формы временные. ყველაფერი დროებითია და ყველა ფორმაც დროებითია. Почему страдания? Потому что разные элементы вступают в конфликт, разные личности вступают в конфликт. და რა არის ეს ტანჯვა? ტანჯვა არის, როდესაც სხვადასხვა
ელემენტების სხვადასხვა პიროვნებები ერთობიან კონფლიქტში. Потому что когда хотя бы две личности находятся, они чем-то будут отличаться, что-то у них будет разное, и это будет причиной конфликта какого-то. იმიტომ რომ შესაძლოა თუნდაც ორი პიროვნება იყოს გვერდ-გვერდ, ისინი აუცილებლად რაღაც განსხვავდებიან და ეს უკვე იქნება მიზეზი კონფლიქტის წარმოშობისთვის. Поэтому такие люди, уставшие от этого мира, желающие освободиться от страданий, ამიტომაც ესეთი პიროვნებები, ესეთი ადამიანები, რომლებიც დაღლილები არიან ამ სამყაროთ, ამ ცხოვრებით და უნდათ განთავისუფლება они ტანჯებისგან, воспринимают высшую цель как что-то, в чем не должно быть никакого разнообразия, никаких изменений, движений, никаких форм. ისინი აღიქვავენ აბსოლუტურ უმაღლეს მიზანს, როგორც რაღაცას, რაშიც არ იქნება არავითარი მრავალფეროვნება, არ იქნება არავითარი ცვალებადობა. Просто такое ровное, светлое, спокойное существование. უბრალოდ ესეთი სწორი, ნათელი, შვიდი არსებობა. У нас тоже иногда может такое состояние возникать, да? ჩვენ შეიძლება ესეთი მდგომარეობა გაგვიჩნდეს ხოლმე. Когда в жизни мы много крутимся, там какие-то проблемы постоянно решаем, да? როდესაც ცხოვრებაში ბევრს წრიალებთ, მუდმივად რაღაც პრობლემების ჭრით И потом у нас выдается отпуск, და მერე ჩვენ გვაძლევენ სწრაფშებულებას. мы едем куда-нибудь, ну, например, в Батуми, ჩვენ სადღაც მივგზავრებით მაგალითისთვის ბათუმში. и мы приходим на пляж, там хорошо солнце светит, мы ложимся, და ჩვენ მივდივართ ამ სანაპიროზე, მზე კარგად განათებს და ჩვენი წვევით и нам не хочется ни о чем больше думать, ни о чем беспокоиться. და ჩვენ აღარ გვინდა რომ რაიმეზე ვიფიქროთ ან რაიმეზე ვიღელვოთ. Просто лежать под солнцем, раствориться в этом песке. გოდ გვინდა რომ მზის ქვეშ ვიწვევთ და ამ ქვიშას შევერწყავთ. Как классно, да? რა მაგარია, ხო? Но поскольку это материальная вещь, понятное дело, что это состояние не продлится долго. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს მატერიალური რამ არის, ეს გასაგებია, რომ დიდხანს არ გაგრძელდება. Либо слишком жарко станет, либо наоборот дождь пойдет, либо кто-то что-то скажет, кто-то на нас наступит. ან ძალიან დაგწება, ან წვიმა წამოვა, ან ვიღაც რაღაცას გვეტყვის, ან ვიღაც დაგვაბიჯებს. Но в Брамане в настоящем все хорошо, все спокойно. მაგრამ ნამდვილ ბრაჰმანში ყველაფერი მშვიდად არის და ყველაფერი კარგად არის. Никто не беспокоит никого. არავინ არავის არ აწუხებს. Все сияют вечно. ყველა მუდმივად ანათებს. Говорится, также говорится, что Браман, он состоит из этих душ сияющих. და ასევე ნათქვამია, რომ ბრაჰმანი შედგება ამ ნათობის სულებისგან. То есть из частичек Кришны. Все частички Кришны, они сознающие, то есть души. ანუ კრიშნას ნაწილაკებისგან ყველა ნაწილაკი კრიშნაში არის შემცნობი, იმიტომ რომ ისინი კრიშნას ნაწილაკები არიან. Никто никого не беспокоит, все хорошо. არავინ არავის არ აწუხებს და ყველაფერი კარგად არის. И поэтому есть определенная категория людей, которые устали от этого мира, но которые не понимают, что есть разнообразие и наслаждение духовное. და ამიტომაც არსებობს გარკვეული კატეგორია ადამიანების, რომლებიც დაიღალნენ და რომლებიც აღიქვამენ არსებობს რაღაც ნაწილი არამატერიალური, რომელიც მუდმივად ანათებს და შვიდია. Они привлекаются вот таким представлением об абсолютной истине, как о безличном брамане. ისინი მიზედებიან აბსოლუტური ჭეშმარიტების ამგვარ აღქმაზე, როგორც უპიროვნო ბრაჰმანის. Вот. И они, как правило, пытаются, их называют либо Брамавади, либо Майявади. Две категории таких личностей есть. და მათ უწოდებენ ან ბრაჰმავადებს, ან მაიავადებს. ესეთი ორი კატეგორიის პიროვნებები არსებობენ. Теперь внимание, это вам нужно запомнить, чем они отличаются. და ეხლა ყურადღებით იყავით, ეს უნდა იმახსოვროთ, თუ რითი განსხვავდებიან ისინი. Кто такие Майявади? ვინ არიან მაიავადები? Майявади — это те, кто полностью отвергает, что у абсолютной истины может быть какая-то форма, что в ней может быть какое-то разнообразие или какие-то отношения. მაიავადები არიან ის პიროვნებები, რომლებიც სრულად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ შეიძლება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ჰქონდეს რაიმე სახის ფორმა, რაიმე სახის პიროვნული ასპექტი.
Поэтому они говорят, что все, что мы здесь видим, это просто иллюзия, этого нет на самом деле, это майя. და ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ აქ ხედავთ, ეს ყველაფერი სამდროში არ არსებობს, ეს არის მაია, ილუზია. Гочи нет, გოჩა არ არსებობს, Марьям тоже нет, მარიამიც არ არსებობს и вообще никого из вас нет, და საერთოდ არც თქვენი არ არსებობს. даже меня нет. მეც კი არ არსებობ. Все это иллюзия просто, вам кажется. ეს ყველაფერი ილუზიაა და უბრალოდ გეჩვენება თქვენ. Возникает вопрос, кому кажется? კი ჩდება კითხვა, ვის ეჩვენება? Там есть сложное объяснение. იქ არსებობს, აი ქაუქთ რთული განმარტება ამის. Кажется Браману. ბრაჰმას ეჩვენება. Почему Браману кажется по-разному? В случае Гочи Браману кажется, что он Гоча, в случае Акшаджи, что он Акшаджи, в случае Марьям, что он Марьям. რატო ეჩვენება სხვადასხვა ბრაჰმას, რომ სხვადასხვა ვიღაცები არიან გოჩა შემთხვევაში გოჩა, აქშრაფუს შემთხვევაში აქშრაფუ და ასე შემდეგ. Там есть сложная система таких очень мудрых объяснений всего этого. იქ არის ძალიან რთული სისტემა, ძალიან ბრძნული სისტემა ამ ყველაფრის ახსნისა. Не проблема, что они считают материальные формы майи, проблема в том, что они считают духовные формы, тоже считают майей. Кришну считает майей. და პრობლემა არ არის იმაში, რომ მატერიალურ ფორმას თვლიან მაია და პრობლემა არის იმაში, რომ ისინი სულიერ ფორმასაც მაია თვლიან, კრიშნასაც მაია თვლიან. То есть в гуне благости, да, майя в гуне благости. ისინი თვლიან კრიშნას მაიას სათნობის გუნაში, ან ილუზია. Говорят, что Бога нет, то есть они говорят, что фактически он не личность. Как Прабхупада говорит, у него нет рук, ног, носа, ничего нет. ისინი თვლიან, რომ უფალს პიროვნული ასპექტი არ გააჩნიათ, როგორც პრაბჰუპადა ამბობდა, რომ ისინი თვლიან, რომ უფალს არ აქვს ხელები, ცხვირი და სხვადასხვა ნაწილები სხეულის. То есть и поэтому они оскорбители, их представление оскорбительно для Бога. და ამიტომაც მათი წარმოდგენები უფლისთვის არის შეურაცხყოფილი. Вот. Сейчас очень известная школа целая есть этих майявади, это последователи Шанкарачарьи. ეხლა ძალიან ცნობილი სკოლა არსებობს მთელი ამ მაიავადების წარმომადგენლებისა, შანკარაჩარიას მიმდევრები. И чтобы осознать истину, то есть понять, как правило, они все имеют представление, что я браман, просто я забыл об этом из-за иллюзии, но когда я вспомню об этом, то есть то я опять стану браманом. და რაც ცეკვდრომა მათი აღქმა, ეს არის პირველი ის არის, რომ მე ვარ ბრაჰმანი, უბრალოდ დამავიწყდა, რომ მე ბრაჰმანი ვარ და როგორც კი გავიხსენებ, რომ მე ბრაჰმანი ვარ, ისო ბრაჰმანად ვიქცევი. И они практикуют, как правило, гьяну. და ისინი როგორც წესი გიანას აპრაქტიკებენ. То есть они изучают, они пытаются смотреть на этот мир, как на иллюзорный, да, вот все эти вещи пытаются как-то представить себе. ისინი შეისწავლიან, ისინი ცდილობენ დააკვირდნენ და შეისწავლონ ეს ყველაფერი როგორც ილუზიის შემადგენელი ნაწილები. Они могут даже медитировать, могут даже мантры повторять, даже Харе Кришну могут повторять. მათ მედიტირებაც კი შეუძლიათ, მათ შეუძლიათ мантрების გამეორებაც და ჰარე კრიშნას გამეორებაც კი შეუძლიათ. Но их Харе Кришна это совсем другое. მაგრამ მათი ჰარე კრიშნა ეს აბსოლუტურად სხვა რამ არის. Потому что у них вот такое оскорбительное понимание. იმიტომ რომ მათ ესეთი შეურაცხყოფელი გაგება აქვს. И как правило, как Прабхупада говорит, что из-за своего оскорбительного настроения они не становятся браманом, они обычно идут в ад. და იქიდან გამომდინარე, რომ მათ შეურაცხყოფელი გაწყობილება გააჩნიათ, პრაბჰუპადა ხაზს უსვამს, რომ ისინი ბრაჰმანები არ ხდებიან, ისინი ჯოჯოხეთში მიდიან ამის გამო. Вторая категория имперсоналистов – это брахмавади. მეორე კატეგორია იმპერსონალისტების ეს არის ბრაჰმავადი. То есть они уже признают, что форма Господа, она духовная, она реально существует, то есть что это не майя. ისინი უკვე აღიარებენ იმ ფაქტს, რომ უფლის ფორმა ეს სულიერია და ის ნამდვილად არსებობს. Но поскольку у них нет отношений, и они не до конца понимают красоту и величие Бога, то есть их больше привлекает растворение. და იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ გააჩნიათ ურთიერთობა მასთან და მათ უფრო გათავისუფლება იზიდავთ, მათ ისინი ამჯობინებენ შერწყმას. Либо в сиянии Бога, либо в самом Господе, в Его бытии.
შეწყმას ან უფლის ნათებაში, ან თავად უფალში, ანუ მის არსებობაში. И поскольку они тоже, как правило, занимаются гьяной, და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი დაკავებულები არიან გიანათი и поскольку у них есть хотя бы оттенок бхакти, და მიუხედავად და მათ იქიდან გამომდინარე, რომ გააჩნიათ რაღაც ბაქტის რაღაც ნაპეწკალი, благодаря этому они могут достичь освобождения, если будут серьезно практиковать. ამის წყალობით მათ შეუძლიათ განთავისუფლებას მიაღწიონ თუ ისინი სერიოზულად აპრაქტიკებენ Попасть в Браман და მოხვდნენ ბრაჰმანში и счастливо там висеть целую вечность. და ბედნიერად შვიდად ჩამოკიდებულები იყვნენ მთელი უსასრულობა. И изменить эту ситуацию им может только, если там какой-нибудь преданный появляется. და ამ სიტუაციის შეცვლა მათთვის შეძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ იქ რომელიმე ერთგული ჩნდება. Обычно Нарада Муни, он пролетает по пути на Вайкунтху. როგორც წესი, ნარადა მუნი ჩაიქრენს ხოლმე იქ, როდესაც ვაიკუნთასკენ მიფრინავს. И он всегда прославляет Господа, он время зря не теряет, даже когда путешествует, играет на своей вине, прославляет Господа. და ის ყოველთვის განადიდებს უფალს, ის დროს აკარგავს მაშინაც კი, როდესაც მოგზაურობს ის თავის ალფაზე, და Вина. Нет. Ну, не совсем арфа, это арфа, она вот такую имеет, а вина там палка, и с двух сторон такие штуки, струны. Ну, струнный инструмент просто. На своем струнном инструменте. სიმებიან ინსტრუმენტზე უკრავს ის, который называется вина. რომელსაც ვინა ეწოდება. В общем. И некоторые, те, кто там висит, они могут привлечь, заинтересоваться, им может понравиться. ზოგიერთი, რომელიც იქ არის გამოკიდებული, შეიძლება რომელიღაცის ყურადღება მიიპყროს და მოეწონოთ და დაინტერესდნენ. Вот, они могут стать преданными. მათ შეუძლიათ გახდნენ ერთგულები. Или другой вариант, как, например, 4 кумаров, они как раз были брахмавани. ან სხვა ვარიანტი შემთხვევა, როგორც 4 კუმარა, ისინი სწორედ ბრაჰმავადები იყვნენ. Вот. Они стали преданными после того, как встретили Господа и вдохнули аромат листьев тулси, которые были на стопах Господа. ისინი გახდნენ ერთგულები მას შემდეგ, როდესაც უფალს შეხვდნენ და უფლის წერფებზე განთავსებული ტულასის ფოთლების არომატი იგრძნეს. Поэтому, если к нам Майавади приходит в храм, ამიტომ მას ჩვენთან მაიავადები მოდიან ტაძარში. нужно их отводить в эту прозрачную комнату, где которой Матаджи Лена, Матаджи Юля заботятся. ამიტომაც ისინი უნდა შეიყვანოთ იმ ოთახში, რომელსაც აი გამჭვირვალე ოთახი აქვს ტაძარში, რომელსაც მათაჯი ელინა და იულია ულიან. Может быть, они там вдохнут, изменятся, захотят стать преданными. შეიძლება მათ შეისრულონ ეს არომატი და მოუნდეთ რომ ერთგულები გახდნენ. Это Брахмавади. ეს არის ბრაჰმავადი. Вот это что касается Брамана, то есть Браман, он несет в себе аспект вечности. და ესაც შეეხებოდა ბრაჰმანს, ბრაჰმანი ატარებს თავის თავში უსასრულობის ასპექტს. Вечности или существования. უსასრულობის ან არსებობის. Поэтому Браман является как бы такой основой или платформой для существования. ამიტომაც ბრაჰმანი არის საფუძველი, საძიკველი ან საყრდენი მუდმივ არსებობისა. იულია მათაჯი. Да, если есть вопросы. Матаджи. Харе Кришна, примите, пожалуйста, мой поклон. Скажите, пожалуйста, вот эти личности, которые долго висели в Брахмане, и потом воплотились и снова возвращаются к Господу. Я правильно понимаю, что им сложнее и надо больше усилий прилагать на этом пути? Да, вы правильно понимаете. Переведи вопрос. კითხავდგომარ იულია მათაჯი კითხულობს, რომ როგორც სწორად მესმის თუ არა, რომ ეს პიროვნები, რომელიც ბრაჰმანიდან მოვიდნენ და უნდათ რომ ერთგულები გახდნენ და ბრუნდებიან უფალთან, მათთვის ბევრად რთულია ამ ყველაფრის განხორციელება. Да, хорошо, что вы сказали. Я просто хотел это позже сказать, но
В Брамане, поскольку нет отношений, невозможно испытать блаженство. Блаженство всегда приходит через отношения. კარგია რომ თქვენ თქვით მივიდა ამის თქვა, მაგრამ მოგვიანებით და ბრაჰმანში იქიდან გამომდინარე ურთიერთობა არ არსებობს, რთულია პიროვნული ურთიერთობის ჩამოყალიბება და გემოშეგრძნება. И поэтому душа не может там в полном смысле слова находиться всегда, вечно. ამიტომაც სულს არ შეუძლია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით რომ უსასრულოდ იყოს იქ. Вот это вот отсутствие наслаждения и отношений, оно побуждает ее куда-то двигаться. Либо в духовный мир, так скажем, наверх, либо опять вниз возвращаться в материальный мир. და ამ ურთიერთობების და სიამოვნების არარსებობა ნეტარების იმას უბიძგებს რომ ან მოძრაობა დაიწყოს ან წინ და მაღლა სულიერ სამყაროსკენ ან უკან მატერიალურ სამყაროში. То есть в Бхагаватам есть стих, где говорится «Патанчатко надрита юшма танграях». То есть они падают, все эти персоналисты, даже те, которые достигли освобождения, попали в Браман, они падают. და ასე მოშრობაც აღწერილია რომ ის ყველა იმპერსონალისტი ისინი ეცემიან მატერიალურ სამყაროში, ისინიც კი ვინც განთავისუფლებას მიაღწიეს. И в реальности вот эта вот приверженность и склонность к имперсонализму, она очень сильно мешает человеку встать на путь бхакти. და რეალობაში ეს მიდრეკიდება რომ იმპერსონალიზმისკენ ძალიან უშლის ხელს პიროვნებას რომ დადგეს ნამდვილი ბაქტის გზაზე. У меня перед глазами сейчас один пример. მე თვალწინ ერთი მაგალითი მაქვს. Один из моих знакомых, Нимай Сундара Прабhu, распространял книги. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ნიმაი სუნდრა პრაბჰუ აქცევდა წიგნებს. Во время марафона, как многие из вас делали здесь. მარათონის დროს როგორც ბევრი თქვენგანს გაუკეთებია ეს აქ. Он встретил молодого человека, тот остановился, стал слушать. ის შეხვდა ახალგაზრდა ადამიანს, ის გაჩერდა და მისი მოსმენა დაიწყო. Он сказал: о, это веда, санскрит, мне все это очень нравится, я этим занимаюсь. მან დაინახა და ეს ვედებია, სანსკრიტია, ეს ყველაფერი ძალიან მოწონს და მე ამით ვარ დაკავებული. Он был очень культурный, он слушал, он даже книги купил, по-моему. ის ძალიან კულტურული იყო, უსმენდა და წიგნებიც კი იყიდა მან. Потом он сказал: я изучаю Адвайта Веданту. მერე მან თქვა, რომ მე შევისწავლი სწავლობ ადვაიტა ვედანტას. Адвайта Веданта — это как раз то направление, которое проповедовал Шанкарачарья. ადვაიტა ვედანტა არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც ჩანკარაჩარი ეხადაგებდა. Нимай Сундара Прабху, он, естественно, захотел ему помочь. Он увидел очень такой хороший человек, очень культурный, супер благостный вообще, с таким с разумом ясным и сильным. ნიმაი სუნდარა პრაბჰუს ბუნებრივია მოუნდა, რომ დახმარებოდა მას და თორე ესეთი პიროვნება კულტურულია, ძალიან სუფთა, მშვიდი და მოსმენა უყვარს. Вот он и в храм приводил его, и прасадом кормил его. ის ტაძარშიც მოყავდა, პრასადსაც აჭმევდა მას. Знаменитым юрловским прасадом. ცნობილი იურლავას პრასადუმას მისგლებოდა. Юрловскими сочниками. Сочники — это такие творожные печенья. იურლავას ესეთი ხაჭოს ორცხობილებით. Вы не подозреваете, насколько это вкусно. თქვენ ვერც კი წარმოიდგინეთ, ამდენად გემრიელია ეს. Вот. Он видел божеств, прекрасно одетых. ის ხედავდა ღვთაებებს, რომელიც მშვენივრად იყვნენ ჩაცმულები. Может быть, он не против бы в это погрузиться, но он просто не мог, он возвращался к своему персонализму. შეიძლება ის არ იყო წინააღმდეგი, მას ჩაძირულიყო ყველაფერში, მაგრამ ის თავისი პერსონალის უბრუნდებოდა. Нимай Сундара устроил 2 встречи, один раз с Мадана Маханом Прабху, другой раз с Госвами Махараджем даже. და ნიმაი სუნდარამ ორი შეხვედრაც კი მოუწვა, ერთად მადანა მოჰანა პრაბჰუსთან, მეორე გოსვამი მაჰარაჯთანაც კი. Но человек все равно остался при своем, в конце концов. მაგრამ ეს ადამიანი მაინც თავის აზრზე დარჩა საბოლოო ჯამში. Перестал общаться с преданными. და შეწყვიტა ერთგულებთან ურთიერთობა. Как Прабхупада объясняет, вот эта вот привычка к такому имперсональному подходу, к суждениям, вот она очень въедливая, то есть она очень глубоко окутывает душу. Tagad Prabhupada ხსნის, რომ ეს იმპერსონალური აღქმა, ესეთი იმპერსონალური შეცნობა ძალიან ღრმად, ასე ვთქვათ, აღწევს და ძალიან ღრმად ხორცდება სულში. Она делает человека таким сухим, невосприимчивым к эмоциям вообще. ის ხდის ადამიანს ძალიან მშრალს და აღქმა, არა აღქმას ემოციების მიმართ. С этим сам Господь Чайтанья столкнулся.
ამას თავად უფალი ჩაიტანია შეეჭიხა. Когда проповедовал саньяси Майявади, როდესაც უქადაგებდა მაიავად სანიასებს. они вначале его критиковали, что он там танцует, плачет, поет какой-то, ну, как какой-то сентиментальный материалист под влиянием чувств такой, знаете. ისინი ჯერ ფიქრობდნენ, რომ ის рас მღერის, რას ცეკვავს, რას თითქოს ვიღაც მატერიალისტი, სენტიმენტალისტი იყოს. Они критиковали его, их не интересовало бхакти вообще. ისინი აკრიტიკებდნენ მას, მათ საერთოდ არ აინტერესებდათ ბхакти. И Господу Чайтанью пришлось пролить на них особую милость, чтобы спасти их. და უფალ ჩაიტანიას მოუწია, რომ განსაკუთრებული წყალობა გადაეღვარა მათზე, რათა გადაერჩინა ისინი. И на самом деле также у этих людей очень большая гордыня, как правило. და ასევე როგორც წესი ამ ადამიანებს ძალიან დიდი სიამაყე გააჩნიათ. Потому что они отрешенные, они глубоко изучают Писание, то есть они очень много знают. იმიტომ რომ ისინი არიან ძლიერ გადეგილები, ძალიან ღმრთ შეისწავლიან წმინდა წერილებს და ძალიან ბევრ რამ იციან. Вот, а знание, как правило, если оно не связано с бхакти, оно всегда будет вызывать какую-то гордость. და ცოდნა როგორც წესი თუ ის არ არის დაკავშირებული ბхакტისთან, ყოველთვის გამოიწვევს სიამაყეს. И более того, сам путь гьяны или осознания Брахмана, он очень сложный для души. და უფრო მეტის თავად გზა გიანას, ანუ სულის შეცნობისა ძალიან ბრაჰმანის შეცნობისა ძალიან რთულია სულისთვის. Потому что нужно медитировать постоянно, размышлять, медитировать на то, чего не имеет никакой формы, никаких качеств. იმიტომ რომ მუდმივად უნდა იმედიტირო იმ ფორმაზე, იმაზე, რასაც არ გააჩნია არც არავითარი თვისება და არც არავითარი ფორმა. Мы можем размышлять о божествах, и нам легче. Мы вот видим, вот такие красивые глаза, лотосные, такое тело удивительное, такие одежды красивые. Да, есть о чем размышлять преданным. და ერთგულს ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ღვთაებებზე, იმიტომ რომ ესეთი ლამაზი თვალებები აქვთ ლოტოსის დაგვარი, ესეთი ლამაზი ტანსაცმელი აქვთ, ესეთი ლამაზი გირლანდები აქვთ, ანუ არის რაღაც შეგვიძლია ვიმედიტიროთ. Медитировать на Брахман там нет ничего, ну что медитировать? Уму не за что ухватиться. იმედიტირო ბრაჰმანზე, იქ არაფერი არ არის, ანუ ბრაჰმას არაფერი არ აქვს, რაზე უნდა იმედიტირო, ანუ შუას არ გააჩნია არავითარი ინსტრუმენტი, რაღაცას ჩაიჭიდება. И сама практика основана на вайрагии, на такой крутой, на отказе. Это майя, то есть это нельзя ничего, все это майя. და თავად პრაქტიკა დაფუძნებულია განდგომაზე ყველაფრისადმი. ეს მაია ანუ ვაირაგიაზე. Кришна говорит, клешот дхикатарас тишама вьякта сакта чета сам. То есть этот процесс, он сложен с начала и до конца. კრიშნა ხას უსვავს, რომ ეს პროცესი ძალიან რთულია დასაწყისიდანვე და დასასრულსაც. В конце концов, все равно падение, да. და ბოლოს მაინც დაცემამდე მიდის. Из-за неудовлетворенности. დაუკმაყოფილებლობის გამო. Хорошо. Что касается Брахмана. Следующий аспект абсолютной истины называется сверхдуша, параматма, да? და შემდეგ ასპექტს აბსოლუტური ჭეშმარიტების ეწოდება ძესული, ანუ параматма. Это аспект, в котором Господь присутствует в сердце каждого живого существа и даже в каждом атоме. და ეს არის ასპექტი, ასპექტი უფალი, რომელიც ყველგან არის ყოველ ნაწილაკში და ატომშიც კი. Параматма, аспект параматмы, кроме энергии вечности, несет в себе еще, заключает в себе энергию знания. და параматмას ასპექტი გარდა ენერგიისა საკუთარ თავში მოიცავს ასევე მუდმივ არსებობას და ცოდნას. А параматма — аспект, который осознает все. параматма ეს არის ასპექტი, რომელიც ყველაფერს შეიცნობს. Осознает, что в очи происходит в уме. ესე იგი, აცნობიერებს თუ რა ხდება გოჩაში ყუაში. О чем Лука думал вчера и будет думать завтра. რაზე ფიქრობდა ლუკა გუშინ და რაზე იფიქრებს ხვალ. Почему Марьям плакала там несколько дней назад, да? რატო ტიროდა მარიამი რამდენიმე დღის წინ. Все понимает, все осознает. ყველაფერი ესმის და ყველაფერს აცნობიერებს. Но он тоже, так скажем, является более-менее нейтральным. მაგრამ ისაც არის მეტნაკლებად ნейтралური. То есть аспект параматмы, он не предназначен для
обмена любовью с преданными. ანუ პარამატმას ასპექტი არ არის განკუთვნილი სასიყვარულო გაცვლისთვის ერთგულებისთვის. Этот аспект параматмы, он предназначен для того, чтобы поддерживать этот мир. და ეს ასპექტი პარამატმასი განკუთვნილია იმისათვის, რომ ეს სამყარო შეინარჩუნოს. Параматма существует только в материальном мире. ანუ ამ სამყაროს არსებობა შეინარჩუნოს და პარამატმა არსებობს მხოლოდ მატერიალურ სამყაროში. В духовном мире параматмы нет, поскольку нет необходимости. სულიერ სამყაროში პარამატმა არ არის, იმიტომ რომ იქ არ არის ამის საჭიროება. Потому что там все находятся в чистом сознании, и там все Господь всем управляет и поддерживает с помощью своей духовной личной энергии. და იქ ყველა არის სუბთა თავის წმინდა ცნობიერებაში და იქ ყველაფერს არსებობას უნარჩუნებს უფალი თავის სულიერი ენერგიის წყარობით. И параматма, у нее в основном две функции здесь. და პარამატმას აქ ძირითადი ორი ფუნქცია გააჩნია. Кто знает какие? და ვინ იცის რომლებია ესენი? Кто знает. Чем параматма здесь занимается? რითია დაკავებული პარამატმა აქ, ვინ იცის? Сидит семечки щелкает. ზის და მზეს უმზირასაც მაცუნებს? Зачем она здесь занимается? თუ რითია дакавებული? Наблюдает, свидетельствует. Наблюдает, да. აკვირდება, მოწმეა. Одна функция, все замечает, да. ყველაფერს ამჩნევს. И вторая, და მეორე, не менее важная. არანაკლებ მნიშვნელოვანი. Что она еще делает? Без чего нельзя вообще ничего нам достичь. რომელიც გარეშეც ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს მიღწევა. Он может подталкивать там, помогать. Подталкивать. Ну, она, это уже аспект Господа, как правильно, который подталкивает, не параматма. Параматма дает разрешение или не дает разрешение. Параматма იძლევა ნებართვას ან არ იძლევა ნებართვას. Я сейчас уже проголодался. მე უკვე მომშვიდა ეხლა. Хочу скушать королек. მინდა რომ კარალიოკი შეჭამო. Параматма говорит, нет, еще рано. Параматма უნება რომ არა, ჯერ ადრია. Еще полчаса. კიდევ ნახევარი საათი. Не дает разрешения мне. არ მაძლევს მე ნებართვას. Ничего скушать. რაიმე რომ შეჭამო. Дозволяет. Причем дозволяет, она нейтральна. Дозволяет все. Она дозволяет негодяям воровать, обманывать, совершать насилие. ის ნებართვას გასცემს, თანაც ნეიტრალურად ის ყველას და ყველაფერს გასცემს ნებართვას, მათ შორის არამზადებზეც ქურდებსაც აძლევს ნებართვას, რომ საშინელები ჩაიდინონ. Благочестивым и святым людям она дозволяет делать какие-то поступки на благо других, самопожертвование какое-то, добро. კეთილშობილი და წმინდა ადამიანებს ნებართვას აძლევს, რომ ჩაიდინონ რაიმე კეთილშობილური საქციელი და სხვებს დაეხმარონ, სხვები გაიღონ. То есть она нейтральна, она отстранена от того, что здесь происходит. ანუ ის ნეიტრალურია, ის განზედგას ყველაფრისგან, რაც აქ ხდება. Просто она знает, чего мы заслуживаем, да, то есть и как устроить так, чтобы все плоды к нам пришли должным образом, да. და ის აკვირდება და აღწევს თუ დას ვიმსახურებთ ჩვენ და აკვირდება ხელმძღვანელებს აკვირდება ყველაფერს, რომ ყველაფერი შესაბამისად მივიღოთ, რაც გვეკუთვნის. Параматму душу сравнивают с двумя птицами, которые сидят на одном дереве. Параматмас და სულს ადარებენ ორ ჩიტს, რომელიც ერთ ტოტზე зис. Два саюджа супарна сакхаях, это известный стих из Упанишад. Две птицы сидят на одном дереве, это дерево тела. Акам ეს არის ცნობილი ლექსი უპანიშადებიდან, სადაც ნათქვამია, რომ ორი ჩიტი зис ერთ ხეზე ან ერთ ტოტზე. И одна птица, она там занята постоянно, птица суетится, клюет там что-то там. და ერთი ჩიტი ფრინველი მუდმივად დაკავებულია რაღაცით, მუდმივად ფორი აქვს და მუდმივად რაღაცებს კენკავს. Вторая просто молча смотрит, нейтрально. მეორე უბრალოდ მშვიდად ჩუმად უყურებს მას ნეიტრალურად.
Вот. И также в этом мире параматма проявляется как время. Время – это внешнее проявление параматмы, проявление воли параматмы. და ასევე აქ ამ სამყაროში პარამატმა ვლინდება როგორც დრო, ეს არის დრო არის პარამატმას ნების გამოვლინება. И время как раз приносит каждому из нас нашу карму в должный срок. და დროს მოაქვს სწორედ ყოველი ჩვენგანისთვის ჩვენი კარმა შესაბამის დროს. Как лента, которая движется, там уже все есть. На этой ленте уже для вас стоит торт Наполеон. როგორც ლენტა, რომელიც მოძრაობს, და ამ ლენტაზე უკვე ყველაფერი ჩაწერილია და ამ ლენტაზე უკვე დევს ნაპოლეონის ტორტი თქვენთვის. Чуть дальше там какая-нибудь колючка, которая вонзится вам. ცოტა მოშორებით რომელიღაც ეკარი, რომელიც შეგერჭობა თქვენ. И вот эта лента времени, она все нам приносит в подходящий момент. და ეს დროის ლენტა, ამ დროის ლენტას ყველაფერი მოაქვს ჩვენთვის შესაბამის დროს და მომენტში. И время – это энергия параматмы. და დრო ეს არის პარამატმას ენერგია. Параматма, источником параматмы является, мы знаем, Кширадакаша и Вишну. და ჩვენ ვიცით, რომ პარამატმას წყაროს წარმოადგენს ქშირადაკაშაია ვიშნუ. Вот. Параматма является его, так скажем, экспансией, проявлением Кширадакаша и Вишну. პარამატმა წარმოადგენს მის გამოვლინებას, მის ექსპენსიას Это, так ქშირადაკაშაია скажем, ее ვიშნუს. индивидуальное проявление. ესე ვთქვათ, მისი ინდივიდუალური გამოვლინება. А параматма также является душой всей Вселенной в форме Гарбадакаша и Вишну, которая лежит там внизу Вселенной, на змее Шеши, на океане. პარამატმა ასევე არის სული მთელი სამყაროსი, რომელიც გარბადაკაშაია ვიშნუს სახით, რომელიც ანანდაშეშას გვერდზე წევს დაბლა სამყაროს ქვემოთ. Есть параматма у всего материального творения. Это Карана Дакаша и Вишну, который возлежит в причинном океане. და არსებობს პარამატმა მთელი სამყაროსი, რომელიც არის კარანადაკაშაია ვიშნუ, რომელიც ძის ოკეანეში არის წამოწოლილი. И параматма მიზესთა ოკეანეში. нужно понимать, она одна. და ჩვენ გვესმოდეს, რომ პარამატმა არის ერთი. Не то, что, знаете, вот у меня есть своя параматма, у вас у каждого свои там параматмы. ესე კი არა, რომ პარამატმა მე ჩემი მიყავს ვიღაცა სხვა ყავს და ყველა სხვადასხვა პარამატმა ყავს. Она одна для всех. ის ერთია ყველასთვის. Если бы много было параматм, то проблем было бы много. ბევრი Был бы полный хаос. პარამატმა ბევრი ყოფილიყო, ბევრი პრობლემა იქნებოდა, სრული ქაოსი იქნებოდა. Но она одна, она просто приводится пример, как это понять. Оно как солнце, которое отражается там в тысячах и миллионах горшков. ის ერთია, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ აღთქმა და გაგება შევძლოთ, ესეთი მაგალითი მოყავთ, რომ ის არის როგორც მზის სხივი, რომელიც აირეკლება მრავალ 100,000 სარკესან წყალში. Кажется, что в каждом горшке свое солнце. გვეჩვენება, რომ ყოველ თასში, სადაც წყალია, თავისი მზია თითქოს. На самом деле оно одно, просто оно отражается в каждом горшке. სინამდვილეში ის ერთია, მაგრამ ის ყოველ თასში აირეკლება. Иногда, да, параматма проявляется как внутренний голос, или люди говорят, голос совести иногда, да. ხანდახან პარამატმა ვლინდება როგორც შინაგანი ხმა, როგორც ადამიანები ამბობენ ხოლმე სინდისის ხმა. Она напоминает нам о чем-то важном. ის გვახსენებს ჩვენ როგორც რაღაც მნიშვნელოვანი შესახებ. И параматма постигает в основном через медитацию, йоги. და პარამატმას როგორც წესი აღწევენ მედიტაციის საშუალებით იოგები. На самом деле процесс восьмиступенчатой йоги, аштанга-йоги, он предназначен именно для постижения параматмы. და სინამდვილეში აშტანგა იოგას საფეხურიანი პრაქტიკა გაკუთვნილია სწორედ ამ ასპექტის შეცნობისთვის, პარამატმას შეცნობისთვის. Не для укрепления здоровья и не для достижения каких-то мистических способностей, совершенства. და არა სხეულია, და არა ჯანმრთელობის გასამყარებლად ან რაიმე მისტიკური ძალების შესაძენად. Вот. И йоги в какой-то момент, когда достигают совершенства, им раскрывается видение параматмы внутри.
და იოგები, როდესაც ისინი რაღაც სრულყოფილებას აღწევენ, მათ ეხსნებათ შინაგანი პარამატმას ხედვა. Поскольку параматма, она отвечает за знание, она дает память, разум, забвение. Вот это вот известный стих из Бхагавад-гиты 15:15. Сарваси чахам хриди саннивишта, янам смрити рапофанам ча и так далее. Это как раз описание параматмы. და იქიდან გამომდინარე პარამატმა იძლევა ყველა სახის ცოდნას, ეს არის ცნობილი ლექსი ბაგავად-გიტა 15:15, სადაც ნათქვამია, რომ ის არის წყარო ყოველი ცოდნისა. И вот совершенные йоги, они входят в состояние транса, и в этом состоянии, когда полностью отключены от этого мира, все внимание, все чувства направлены вовнутрь, они могут увидеть параматму. და აი ეს იოგები, რომლებიც შედიან ტრანსის მდგომარეობაში და ყველა გზნობას და ყველა გარეგნულ ასპექტზე თიშავენ და თლიანად საკუთარ შიგნით არიან ჩაძირულები, მათ შეუძლიათ ამ ასპექტის ხილვა და მათ უყურებენ. И параматма очень красивая. და პარამატმა ძალიან ლამაზია. Такая красивая вообще. Йог может просто сидеть и вечность просто смотреть на параматму. და იოგი შეიძლება იჯდეს და უბრალოდ უსასრულოდ აკვირდებოდეს ამ პარამატმას. Параматму с улыбкой смотрит на йога, йог смотрит на параматму. პარამატმა ღიმილით უყურებს იოგს და იოგი უყურებს პარამატმას. Вот, и все довольны, счастливы. და ყველა კმაყოფილია და ბედნიერია. У нас так не получится, да? ჩვენ ესე არ გამოგივა, ხო? Если даже кто-то нам понравится, რომ ვიღაც თუნდაც მოგვეწონოს, ну сколько мы можем смотреть друг на друга? რამდენი ხანი შეგვიძლია ერთმანეთს Ну, უყუროთ? через час или два уже надоест. 1 საათის ან 2 საათის მერე მოგბეზდება უკვე. Ты что пялишься? რას მაკვირდები? У нас параматмы не возникает таких чувств и эмоций. პარამატმასთან მიმართებაში ესეთი გზნობა და ესეთი ემოცია არ ჩნდება. И йоги, они, да, благодаря медитации на параматму получают мистические силы, в том числе они способны становиться видеть прошлое, настоящее, будущее, поскольку параматма является источником всего знания в этом мире. და იოგები პარამატმაზე მედიტაციის წყალობით იძენენ მრავალ სხვადასხვა მისტიკურ ძალებს, მათ შეუძლიათ მაგალითისთვის აწმყოს, მომავლის და სხვადასხვა რაღაცების ხილვა, კიდე გამომდინარე, რომ პარამატმა არის სწორედ ასპექტი, რომელიც წყაროა ყოველი ცოდნისა. Но у йога такого может быть проблема. მაგრამ ესეთი იოგს შეიძლება პრობლემა ჰქონდეს. Когда он увидел параматму, как вы думаете, какая? როდესაც მან პარამატმა იხილდა, როგორ ფიქრობთ, რომელი არის? То есть он внутренне, когда он медитирует на параматму, то есть он свой взор обращает внутрь. როდესაც ის მედიტირებს პარამატმაზე, ის თავის ხედვას შიგნით ატრიალებს საკუთარში. Какая проблема может у йога возникнуть? რა პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს იოგს? Ему тяжело потом будет служение. Он не сможет свое сознание направить. Да нет, это не проблема. Он счастлив просто созерцать параматму, у него нет потребности в служении, у йога, как правило. მატაჯიული ამბობს, რომ მერე მისთვის რთული ხა უსახურებაო და ანუ მისთვის არა ეს პრობლემა არ იქნებაო, პასუხია Я это имела в виду, у него не будет желания никакого. Да, но он не воспринимает это как проблему, то есть для него это не проблема. Да, для преданного это проблема, я согласен с вами. Вы видите, вы смотрите на эту ситуацию с точки зрения преданного, поэтому понятно. თქვენ ამ სიტუაციას გულის თვალით უყურებთ, თქვენს გასაგებია, იმიტომ რომ მაგრამ იოგისთვის ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ის არ უყურებს სახურებას ამ თვალით. Вот Гочи сказал правильно, этот йог может подумать, так это я же. და ამ იოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს ხო მე ვარ. Я это такой классный, красивый, всезнающий. მე ესეთი მაგარი ვარ, ესეთი ლამაზი და ყოვლისცოდნი. Вот, и из-за этого он падает. და ამის გამო ეცემა ის. Из-за этого он падает. Может быть, не сразу, но со временем точно падает. შეიძლება ეგრევე არა, მაგრამ დროთა განმავლობაში ნამდვილად ეცემა. Ну и на самом деле, да, это тоже не вечное состояние. То есть, в конце концов, это йог, он должен стать либо имперсоналистом, либо, наоборот, преданным, то есть перейти к активному служению. და სინამდვილეში არც ეს მდგომარეობა არ არის მუდმივი და ბოლოს ის უნდა გახდეს ან პერსონალისტი ან
მეორე მხარეს წამოვიდეს გახდეს ერთგული. И чтобы не перепутать себя с параматмой, Писание и мудрецы, они приводят отличия души от параматмы, какие есть. და იმისათვის რომ არ აერიოს პიროვნებას საკუთარი თავი პარამატმასთან, ამისათვის წინა წერილებში არის მოცემული განაწესები. Что касается параматмы, то она обладает всей полнотой знания, и это знание никогда не может быть утеряно или покрыто. რომელიც განასხვავებს პარამატმას ინდივიდუალური სულისგან, რაც შეეხება პარამატმას, ის არის მუდმივად მცოდნე და არასდროს არ არის შესაძლებელი რომ მან ცოდნა დაკარგოს. Какой бы совершенный Йов не был, у него не будет всей полноты знания. რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს იობი, მას მაინც არ ექნება სრული სახით სრული ცოდნა. И при определенной ситуации, при определенных условиях он может даже то знание, которое у него есть, духовное, лишиться, или это знание может оказаться покрытым. და რაღაც სიტუაციაში ან რაღაც დროით მაინც მის ცოდნა, რომელიც გააჩნია, მას შეიძლება დაკარგოს ან რაღაც მომენტში, რაღაც დროით დაიფაროს. Также второе отличие – это то, что параматма никогда не ошибается. ასევე მეორე განმასხვავებელი თვისება არის ის, რომ პარამატმა არასდროს არ ცდება. Живое существо же склонно совершать ошибки, даже йоги великие. ცოცხალი არსება კი მიდრეკილია, რომ შეცდომები დაუშვათ და თუნდაც დიადი იოგი. Также параматма знает все тела всех живых существ. Живое существо знает только свое тело. Как правило, атма знает только свое тело. და ასევე პარამატმა მიცის ყველა ცოცხალი არსების ყველა სხეული და ცოცხალი არსების სულმა ატმა მიცის მხოლოდ ის სხეული, რომელშიც არის. И душа находится всегда в подчиненном положении, в то время как параматма, она всегда находится в положении господина, повелителя. და სული ყოფება ყოველთვის მორჩილის მდგომარეობაში, რომელიც ემორჩილება ნებას და პარამატმა არის ბატონის როლში, რომელიცაც ემორჩილება ყოველთვის ცოცხალი არსება. Так, параматма – это локализованный, присутствующий везде аспект Господа, который содержит в себе, проявляет энергию вечности и знания. და პარამატმა არის ლოკალიზებული ასპექტი უფლისა, რომელიც ავლენს ასპექტებს, როგორც მუდმივი, ცოდნე და დამკვირვებლის. Вот. И последний аспект Господа, самый интересный, это Бхагаван. და ბოლო ასპექტი უფლის და ყველაზე საინტერესოს არის ბჰაგავანი. Потому что это только тот аспект, с которым мы можем установить отношения, полностью удовлетворяющие душу. და იმიტომ რომ ეს არის ის ასპექტი უფლისა, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობის ჩამოყალიბება და რომელიც სრულად აკმაყოფილებს სულს. И полное удовлетворение Господу мы можем тоже принести только воспринимая его как Бхагавану, относясь к нему как к Бхагавану. და სრული принести полное удовлетворение Богу. И себе, и Господу мы можем принести полное удовлетворение, только относясь к Господу как к Бхагавану. და სრული დაკმაყოფილება რომ მოვიტანოთ საკუთარი თავის ჩვენ სრულად დაკმაყოფილდეთ და სრულად დაკმაყოფილოთ უფალი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვეპყრობით უფალს როგორც Бхагаванს. И здесь уже Господь, Он перестает быть в отношениях с преданными. Когда Он как Бхагаван проявляется, Он перестает быть таким нейтральным, отстраненным наблюдателем. და როდესაც ის ვლინდება როგორც Bhagavani, ის წვეთს ურთიერთობას როგორც ნეიტრალური ბატონის ურთიერთობას, ის უკვე როგორც პიროვნული, ისე პიროვნულად ისე ვლინდება. То есть это отношение не превосходит отношение йога с параматмой, отношение преданного с Бхагаваном. Превосходит отношение йоги с параматмой. და ეს მდგომარეობა აღემატება ურთიერთობას როგორც იოგის და პარამატმასი. Говорится, что в сердцах преданных параматмы нет уже. და ნათქვამია, რომ ერთგულების გულში პარამატმა აღარ არის უკვე. Там уже Господь в какой-то конкретной форме. იქ უკვე უფალი ზის რაღაც კონკრეტული ფორმაში. Нитай Годрумчандра там уже находится, да? ნიტაი გოდრუმჩადრა უკვე, ხო? Или кого-то Нарисимхадев может. ან ვიღაცას ნარასიმჰადევი შეიძლება ყავდეს. Может быть, у кого-то Господь Вараха, да? ვიღაცა შეგვაგვა უფალი ვარაჰა. Если кто-то из вас любит свинюшек, кабанов, это шутка.
თუ რომელიმე თქვენგანი თქვენს გოჭები უყვარს და ტახებიოს У кого-то არის. Господь Рамачандра, у кого-то Вегаса. Господь Шьямасундар. Да? ვიღაცას უფალი ამაჩანდრან უფალი შემოსუნდარა. Это более высокие отношения. ეს უფრო მაღალი ურთიერთობაა. Однажды Ямуначарья, он захотел встретиться с одним великим йогом. ერთხელ იამუნაჩარიას მოუნდა რომ ერთ დიადედურს იოგ შეხვედროდა. Этот йог был учеником деда Ямуначарьи. ეს იოგი იყო იამუნაჩარიას ბაბუის მოწაფე. Потому что его дед Шринатха Муни был одновременно и великим преданным, и великим мистическим йогом. იმიტომ რომ მისი ბაბუა შრინათა მუნი იყო ერთდროულად დიადი ერთგულის და დიადი მისტიკოსი იოგიც. И к этому моменту Шринатха Муни уже оставил этот мир, а Ямуначарье нужно было какую-то там консультацию получить. და ამ დროისთვის შრინათმა უკვე დატოვა ეს სამყარო და იამუნაჩარიას უნდა რაღაც კონსულტაცია მიეღო რაღაცასთან მიმართებაში. И он пришел к этому ученику своего деда. და ის მივიდა ამ თავისი ბაბუის მოწაფესთან. Но проблема была в том, что он уже там лет 50 находился в самадхи, и он был замурован полностью. და პრობლემა იმაში იყო, რომ ის უკვე სადღაც 50 წელი სამათის მდგომარეობაში იმყოფებოდა, მთლიანად დაფარული იყო, ესე ვთქვათ, და როგორც ჭუპრში ისე იყო დაფარული გარსით. Да, йоги тоже замуровывают себя, но, как правило, там небольшое окошечко оставляют. ხანდახან იოგებიც, ესე ვთქვათ, თავს იფარავენ რაღაც მასით, მაგრამ რაღაც პატარა ფანჯერას მაინც იტოვებენ, რომ ისუნთქონ და ჭამონ. Потому что есть какая-то потребность в пище и в воде, может быть, там раз в полгода. იმიტომ რაღაც მოთხოვნილება აქვთ საკვების მიმართ ან წლის მიმართ შეება ნახევარწელიწადში ერთხელ. Но этого мистика не было никаких уже таких потребностей. მაგრამ ამ მისტიკოს უკვე აღარ ქონდა არავითარი ესეთი მოთხოვნილება. Ямуначарья пришел и начал думать, что же делать? იამუნაჩარია მოვიდა და ფიქრობდა, რა გავაკეთო ახლა? Как до него достучаться? როგორ მივარწმუნო მას ხმა? Подумал, наверное, не получится. მე მani ფიქრობ, ალბათ არ გამომივა. И вдруг в какой-то момент он увидел, что этот йог появился. რაღაც უცებ რაღაც მომენტში მან დაინახა, რომ ეს იოგი გაჩნდა. Он, наверное, как в этом знаменитом предновогоднем фильме умел ходить через стену, да? როგორც ამ წინა საახალწლო ფილმში როგორც ერთ პერსონაჟი მას შეუძლია, რომ კედლებში გაიაროს. И Ямуначарья удивился, а как ты узнал, что я пришел? და იამუნაჩარიას გაუკვირდა და როგორ გაიგე შენ რომ მე მოვედი? Йог сказал, все просто. ყველაფერი მარტივად არისო, იოგმა უპასუხა. Я сидел в самадхи, მე ვიჯექი სამათიში, видел Параматму, გადავდი პარამატმას. я смотрел на нее или на него, как правильно сказать, не знаю. მე მას უყურებდიო, მას ალბათ რომ არ ვიცი როგორ თქვაოს რადო. Параматма смотрел на меня. პარამატმა მიყურებდო. Мы так сидели долго и были счастливы. და ჩვენ ეს ვიჯექით დიდხანს და ბედნიერები Но ვიყავით. потом я заметил, что Параматма начала постоянно оглядываться. და მე შევამჩნიე უცებო რომ პარამატმა მუდმივად დაიწყო უკან გახედვა. Я понял, что пришел кто-то, превосходящий меня в духовных достижениях. მე მივხვდი რომ ვიღაც მოვიდა, რომელიც აღმემატებაო სულიერ მიღწევებშიო. Поэтому я вышел встретить тебя. ამიტომაც მე გამოვედი რომ შენ შეხვედროდიო. То есть Господу более интересно отношения с преданными, чем с йогами. ანუ უფალს უფლისთვის უფრო საინტერესოა ერთგულთან ურთიერთობა ვიდრე იოგებთან, მისტიკოს იოგებთან. Так, для преданного Господь проявляется как Бхагаван. ანუ ერთგულისთვის უფალი ვლინდება როგორც ბჰაგავანი. Кто такой Бхагаван? და ვინ არის ბჰაგავანი? Есть ли из вас Бхагаваны? არის თქვენ შორის ბჰაგავანი? Кто знает, слышал, что такое Бхагаван? ვინმე სმენია თუ რა არის ბჰაგავანი? Личность Бога Кришна. Это да, но это не определение Бхагавана. თების პიროვნება კრიშნა, მაგრამ ეს Кришна არ არის является დასაზრება Бхагаваном, ბჰაგავანის. да. Но какие характеристики? კრიშნა არის ბჰაგავანი, მაგრამ რა არის მახასიათებლები? შეიძლება Да, пожалуйста. კი ლუკა. Харе Кришна, ჩემი. ყველაზე ძლიერი არის. მთელი სიმდიდრე აქვს.
მთელი სილამაზე აქვს. Он является самым сильным, самым красивым и самым все богатство его. Да, правильно. Какие история? ყველაზე მეგობრული და გულმოწყალე არის კიდე. Самый дружелюбный, самый милостивый. Да, у него есть эксли достояний. მას აქვს 6 ღირსება. Ашварьяся сама грасья, вирьяся яшашас шлия, яна вайра яёш чайва, шаннам пхагам тингана. Парашарамуни дал определение Бхагавана. პარაშარამუნიმ მოგცა ბაგავანის განსაზღვრება. То есть Бхагаван — это тот, кто обладает 6 достояниями ანუ ბაგავანი არის ის, ვინც ფლობს 6 ღირსებას. в полной мере. სრული სახით. Полностью, не частично, а полностью. სრული სახით, არა ნაწილობრივ, არამედ სრული. Это богатство, сила, слава, красота, знание и отречение, отрешенность. ეს არის სიმდიდრე, სილამაზე, Сила, განდეგილობა, слава, ის слава, სახელმოხვეჭილობა, красота, სილამაზე და ეს გამოიწვია. красота, знание, ცოდნა, სრული ცოდნა, отрешенность. განდეგილობა. Причем у нее не просто это есть, да? Мы можем подумать, ну, может быть, какой-нибудь шейх Саудовской Аравии, там, очень богатый, да? და თანაც მას უბრალოდ კი არა აქვს ეს შევიდავით ვай ვიღაც შეიხი საუდის არაბეთიდან. Он может один купить всю Грузию, да? მას ერთ შეუძლია მხოლოდ მთელი საქართველო იყიდოს. Но все равно у него нет всего богатства. მაგრამ მაინც არა აქვს მას სრული სიმდიდრე. Всю планету он уже не купит. მე პლანეტას უკვე ვეღარ იყიდის. И тем более другие планеты он не купит уже. და მithumetes სხვა პლანეტებს ვერ იყიდის უკვე. То же самое сила, да? და სწორედ ასევე ძალა. То есть человек или какое-то государство может быть очень могущественным. ადამიანი ან რომელიმე სახელმწიფო იყოს შეიძლება იყოს ძალიან ძლევამოსილი. Его могущество ограничено. მაგრამ მისი ძლევამოსილება შეზღუდულია. Даже слава. და სახელმოხვეჭილობაც კი. То есть у каждого народа есть свои герои, которых прославляют. ყოველ ერს ყავს ვიღაცა გმირი, რომელსაც განადიდებენ. Не знаю, кто здесь, например, в Грузии, может быть, Шатар Руставели, да? არ ვიცი აქ ვინ არის საქართველოში შოთა რუსთაველი იყოს. Но если вы приедете к Чукчам и скажете, вот Шатар Руставели, თქვენ თუ მიხმართ ჩუქჩათა და ერთგულთ რა არის შოთა რუსთაველი. Чукча спросит, а кто такой этот და ჩუქჩა კითხავს ვინ არის ეს? Шатар Руставели, да? ვინ არის ეს შოთა რუსთაველი? Да. Или с течением времени, сейчас есть какой-нибудь президент, господин Трамп, например, да? და დროთა განმავლობაში ახლა მაგათაც არსებობს ესეთი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი. Очень известная личность, весь мир о нем говорит. ძალიან ცნობილი პიროვნება მთელი პლანეტა მას საუბრობს. Пройдет 10 тысяч лет, გავა 10,000 წელი никто не вспомнит даже, что был какой-то. და ვერავინ ვეღარ გაიხსენებს, რომ ესეთი ვიღაც არსებობდა საერთოდ. Даже если имя останется, но не более того, остальное все забудется. და თუნდაც შევა სახელი დარჩეს, მაგრამ მეტი არაფერი არ იქნება, ყველაფერი დარჩენ გახდება. Но богатство, красота, слава, могущество Кришны безграничны. მაგრამ სიმდიდრე, სილამაზე და განდეგილობა კრიშნასი ეს უსაზღვროა. Можно сейчас повспоминать, чтобы вас немножко активировать. შეგვიძლია ხაც გავიხსენოთ და გააქტიუროთ. Какие воплощения Господа проявляли какие-то вот из этих отречений конкретно? Одно какое-то отречение. Потому что каждое воплощение Господа, оно бесспорно обладает всеми 6 достояниями. რომელი კონკრეტული გამოვლინება რომელთვისებას ავლენდა სრული სახით, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველი გამოვლინება უფლისა ფლობს ყველა 6-ვე аспектს. Но обычно каждое воплощение, оно в особенности славно каким-то одним из этих аспектов. მაგრამ ყოველი გამოვლინება უფლისა განსაკუთრებით ცნობილია რომელიღაც კონკრეტული аспектის გამოვლინებით. Кто проявил аспект богатства Господа?
ვინ გამოავლინა უფლის სიმდიდრის ასპექტი? Какое его проявление? რომელი მისი გამოვლინებაა ეს? Подумайте. იფიქრეთ. Рамачандра больше другие вещи проявляет. სიმდიდრე რომელმა გამოავლინა, რომელ გამოვლინებამ? Милей, უფრო ცოცხლად. ნუ შეგეშინდებათ. ეს სამყაროსეულმა ფორმა Вселенская форма, говорит. вселенская форма. Но это немного не то воплощение, это его материальное представление Господа. Мы имеем в виду Бхагаван. Вселенская форма не является Бхагаваном. Сампарасовая форма არ არის ბაგავანის ფორმა, ეს არის მისი, თქვა და არ არის გამოვლენილი ასპექტი, ჩვენ ბაგავანს გულისხმობ. Просто потому, что она не очень красивая даже. იმიტომ რომ ის არც თუ ის ლამაზია უბრალოდ. Когда Арджуна видел, он испугался. როდესაც არჯუნა მიიხიდა, ის შეეშინდა მას. Ну, Субакас, это Кришна сам. Ну, Кришна сам, да. Кришна, во-первых, богатство проявил. Да, в чем богатство Кришны проявилось? Кришна არის, იმიტომ რომ მან მთელი თავისი სიმდიდრე გამოავლინა და რაში გამოავლინა Кришна თავისი სიმდიდრე? Где он проявлял богатство свое? სად ავლენდა თავის სიმდიდრეს? Ну, он проявляли во Вриндаване и на Курукшетре как. Но в основном в Двараке. Зитара Дваракаши. Сколько у него там дворцов-то было? Რამდენი სასახლე ქონდა მას? 16108, да? 16100 ხო? Все были в изумрудах, золоте и прочих драгоценностях. Რო ყველაფერი იყო ზურმუხტში და ოქროში ჩაძირული. Конечно, Нарайна проявляет Айшварию вот это. Რა თქმა უნდა, ნარაიანა ავლენს ამ აიშვარიას. То есть там на Вайкунхе там нет простых ступенек. იქ ვაიკუნთაზე იქ არ არსებობს უბრალოდ კიდე საფეხური. Все ступеньки из камней Чинтамани. კიბეზე ყველა საფეხური არის ჩინტამანის ქვისგან. Тоже говорит про другие вещи. რა უნდა თქვა სხვა დანარჩენზე. Силу какое воплощение Господа проявлял? ძალას რომელი გამოვლენება ავლენდა უფლის. Кто проявлял силу в особенности? ვინ გამოავლინა განსაკუთრებით ძალა? Господь Вараха? Дев. Вараха? Ну, было такое немножко, да, но... Да, было, но Вараха в основном красоту проявлял. Его описывают такой красивый ветер. Прабхупада пишет, обычно вепрь или свинья — это некрасивые животные. Но Вараха был очень красивым. Там кто-то еще что-то сказать хотел. Кто же силу проявлял в основном? Господь Парашурама? Да, Господь Парашурама, он 21 раз уничтожил всех кшатриев в одиночку. Еще кто? Самое это главное. Силач. Самый главный наш силач кто? Кому мы бежим за защитой? Касим. Насим-Кадеев, конечно же, Насим-Кадеев. Да, что-то я, похоже, вас усыпил. Вы как-то вялы сегодня. Поэтому 4 остальных достояния — слава, красота, знание и отречение, отреченность — это вам на домашнюю работу. Слава, красота, знание, отрешенность. Сейчас не говорите, домашняя работа будет с
В следующий раз я ეს არის вас спрошу в субботу. სახელმოხოჭილობა, это слава, красота. Слава, красота, знание — სინამაზე, это все. სოდნა და განდეგილობა, არ აქვს საშინაო დავალება თუ რომელმა გამოავლინე ისინი. Кришну оставьте в покое, потому что он все одновременно их проявлял, поскольку он верховный среди всех воплощений. კრიშნას თავი დაანებეთ, იმიტომ რომ მან ეს ყველა ერთდროულად გამოავლინა, იმიტომ რომ ის არის უმაღლესიო ყველა გამოვლინებას შორისო. წყაროა ყველასი. Да. И это будет одно из домашних заданий. ეს იქნება ერთ-ერთი საშინაო დავალება. И теперь еще мы почти заканчиваем. და ეხლა ჩვენ თვითონ სამთავრებთ. Бхагаван, да, он в полной мере проявляет свою личностную природу. ბაგავანი ის სრულად ავლენს თავის პიროვნულ ფორმას. И он постигается с помощью чего? და ის მიიღწევა რისი წყალობით. Достигается, постигается. რისი წყალობით მიიღწევა ან შეიცნობა. Да, через преданное служение. ის მიიღწევა და შეიცნობა ერთგული მსახურების წყალობით. Бхактямам абиджанати яван час витатватаха. Познать меня во всей моей красоте, воистину познать меня можно только занимаясь преданным служением мне. ჩემი მიიღწევა და ჩემი შეცნობა მთელი ჩემი სილამაზით შეძლებელია მხოლოდ ჩემი ერთგული მსახურებით. ესეთი შლოკა. И это путь для преданных. და ეს გზა არის ერთგულებისთვის. То есть у преданного обычно все уравновешено. როგორც წესი ერთგულს ყველაფერი გაწონასწორებული აქვს. У него есть определенное отречение от этого мира. მას აქვს გარკვეული განდეგილობა ამ სამყაროსგან. В целом преданные все понимают, что ловить здесь нечего. ერთიანად ეს ვთქვათ, საერთო ჯამში ყველა ერთგულს ესმის, რომ აქ რაიმის მიღება და რაღაცის დაჭერა შეუძლებელი აზრი არ აქვს. Хотя и пытаются что-то здесь выловить და თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ რაღაც დაიჭირონ აქ. на начальных стадиях бхакти. რაღაც ბაქტის დასაწყის სტადიებზე. Но все равно в глубине у любого даже начинающего преданного есть понимание, ну нет, здесь это место не для джентльменов, как говорил Шрила Прабхупада. მაგრამ გულის სიღრმეში ყველა ერთგულს აქვს ესეთი გაცნობიერება, რომ აქ არაფერი კარგი არ არის ერთგულისთვის, ეს ადგილი არ არის ჯენტლმენებისთვის. И Бхагаван является полным проявлением абсолютной истины, და ბაგავანი წარმოადგენს სრულ გამოვლინებას აბსოლუტური ჭეშმარიტების. потому что кроме вечности и знаний у него есть еще ананда, блаженство. იმიტომ რომ უსასრულობის და ცოდნის გარდა მას აქვს ასევე ასპექტი ნეტარების, სრული ნეტარების ანანდა. И он делится этим блаженством со своими преданными с радостью. და ის უზიარებს ამ თავის ნეტარებას სიხარულით თავის ერთგულებს. Мы более подробно на следующем немножко занятии поговорим. ჩვენ უფრო დეტალურად ვისაუბროთ შენი კვეთილზე. Вот почему именно Кришна является верховным Бхагаваном, თუ რატომ არის სწორედ კრიშნა უმაღლესი භაგავანი, высшим проявлением истины абсолютной. აბსოლუტური ჭეშმარიტების უმაღლეს გამოვლინებას. Может быть, я вам скину вопросы, аргументы, которые могут несогласные с этим приводить. მე შეიძლება ჩაგიგდოთ, გაგიზიაროთ თქვათ კითხვები ან არგუმენტები, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს მოყვანილი. Это будет второй частью домашнего задания. ეს იქნება მეორე ნაწილის საშინაო დავალებასი. И, кстати, еще очень важно. Также подумайте, какое из 6 достояний является главным. ასევე იფიქრეთ თუ რომელი არის ამ 6 ასპექტიდან უფლისა, რომელიც 6 ასპექტი ახლავს თან უფალს, რომელია მათ შორის ყველაზე მთავარი. Вот из этих 6 это все будет вам домашнее задание. ამ 6-დან და ეს ყველაფერი იქნება თქვენი საშინაო დავალება. Хорошо. Да.
Если есть какой-то вопрос еще, თუ არის начинаем. რაიმე კითხვა ან დაზუსტება, შეგიძლიათ ახლა დასვათ. Мариям поднимает руку. Да, хорошо. Марьям, слушай. Почему именно Нарасимхадев является воплощением силы? Почему Нарсимхадев воплощением силы? რატომ არის სწორედ ნარასიმჰადევი ძალის გამოვლინება? Ну, потому что он справился с Хираньякашипу, იმიტომ რომ ის გაუკლავდა ჰირანიაკაშიპუს, с которым никто не мог справиться. რომელიც გამკლავებაც არავის არ შეეძლო. Ни Брама, ни Шива, ни кто-то еще из полубогов. არც ბრაჰმა, არც შივა და არც რომელიმე ნახევარღმერთი. Вот. Не только с ним, а со всей армией справился. და არა მარტო მას, არამედ მთელ მის არმიას გაუსწორდა. Как мы сказали, все воплощения Господа имеют силу потенциальную, но проявляют ее они по-разному все. როგორც ჩვენ თქვით, ყველა უფლის ყველა გამოვლენებას გააჩნია ეს პოტენციალი სრული ძალის, მაგრამ როგორც თქვით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ყველა მათგანი არ ავლენს. Мне интересно, вот когда Брахман или Брамаджиоти попадает душа, какого у него цель? У него есть цель, или как воспринимает там какой-то момент? К сожалению, Гочи заинтересовался попаданием души в Брамаджоти. Переведи. Да, интерес გამიშთა ინტერესი, როდესაც ბრაჰმაჯიოტიშია, ანუ სული რა ტიპის სხეული აქვს მას, ან აღიქვავს რაიმეს თუ არა. И Гочи спрашивает, в каком состоянии душа там находится. რა მდგომარეობაშია სული იქ? Есть там у него тело, აქვს თუ არა სხეული მას იქ? есть у него там рубашка и шорты. აქვს თუ არა У души в Брамаджоти. სხეულს აქვს ტანსაცმელი თუ არა? Можно ли там входить в WhatsApp? შეიძლება თუ არა WhatsApp-ში შესვლა В Брамаджоти. ბრაჰმაჯიოტი. Но нет, душа в Брамаджоти попадает полностью голой, სული ბრაჰმაჯიოტში სრულიად შიშველი ხდება, в атомарном виде. ატომარულ ფორმაში. Мы дальше будем говорить о душе более подробно. ჩვენ უფრო შემდეგში ვისაუბრეთ სულზე უფრო დეტალურად. Но если вкратце, то здесь у души, у любой души есть духовное тело. და უფრო მოკლედ ვთქვათ, ნებისმიერ სულს აქვს სულიერი სხეული, Но когда оно оказывается в материальном мире, это духовное тело сжимается или схлопывается до мельчайшей искорки. და როდესაც ის მატერიალურ სამყაროში ხდება, აქ ეს სხეული, ესე ვთქვათ, იკუმშება პატარა ნაწილაკის ზომამდე. И духовное тело предназначено для того, чтобы действовать, чувствовать, вступать во взаимоотношения в духовном мире. და სულიერი სხეული გაკუთვნილია იმისათვის, რომ იმოქმედო, შეიგრძნო ან რაიმე იმოქმედო ან შეიგრძნო სულიერ სამყაროში. Для того, чтобы действовать и жить в материальном мире, уже нужно материальное тело другого типа. და იმისათვის, რომ იმოქმედო ან შეიგრძნო მატერიალურ სამყაროში, უკვე სხვა ტიპის სხეული საჭიროა, მატერიალური სხეული. Поэтому нам дается материальное тело здесь. ამიტომაც ჩვენ გვეძლევა აქ მატერიალური სხეული. В аренду, да? არენდით ვთქვათ. Потом забирается. მერე გვერთმევა, ხო? Вот. А в Брамаджоте там нет никакой деятельности, ни духовной, ни материальной, там делать нечего, поэтому там нет необходимости в теле, поэтому душа там просто искра, которая светится. და ბრაჰმაჯიოტში არ არის საჭიროება არავითარი, არ არსებობს არც მოქმედება, არც რაიმე შეგრძნება, ამიტომაც იქ არ არის საჭირო სხეულის არსებობა და ამიტომაც იქ არის როგორც უბრალოდ სული პატარა ნაპერწკალი. Вот так это описывается. აი ესე აღიწერება ეს. Харе Кришна. Харе Кришна, можно вопрос? Да. Вот вы сказали, что из Брамаджоти можно попасть в духовный мир. Это в каких случаях можно попасть? А я же рассказал, в каких случаях. Ну вот, что с Нарадой Муни можно встретиться, да? И вот это. Динаш, да? Нет, Елена. Елена Матвеевна. Да, как правило, если они соприкоснутся с каким-то чистым преданным, у которого очень сильный вкус
вкус именно к служению и к общению с Господом. Да. ელენა მათაჯი კითხულობს, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ბრაჰმაჯიოდნა შეიძლება სული გაიმართოს, შემდეგ გააგრძელოს გზა, უკვე სულიერ სამყაროში მოხვდეს და რა შემთხვევაში ეს რაც აქვს პასუხობს, რომ მე უკვე ახსენე ამ შესაბამისად ნარადამუნის შემთხვევა, ანუ როდესაც ვიღაც ისეთ ხდება, ვისაც ძალიან ძლიერი გემო აქვს და ეს გემო გადაედება სულს. Смысл в том, чтобы что-то оставить, от чего-то отказаться, нужно получить что-то высшее. აზრი იმაშია, რომ რაღაცა და იმისათვის რომ რაღაცაზე უარი თქვა, ან რაღაც დატოვო, უნდა შეიგრძნო უფრო მაღალი გემო. Нужно получить высший вкус. უნდა მიიღო უფრო მაღალი გემო, უმაღლესი გემო. Вот. А высший вкус, он есть только вот у таких великих преданных. და ეს უმაღლესი გემო გააჩნიათ მხოლოდ აი ესეთ диадергулებს. Если мы встретимся, мы, так скажем, практикующие преданные, встретимся с таким осознавшим себя Майявади, который испытывает Брахмананду, და თუ ჩვენ მაგალითისთვის შევხვდებით ესეთ ბრამანანდას ასპექტის შემცნო პიროვნებას, აი ჩვენ მაპრაქტიკებელი ერთგულები, то скорее мы станем имперсоналистами, чем он преданный. დიდი სამართლობით ჩვენ გავხდებით იმპერსონალისტები და არა ის გახდება ერთგული. Потому что у него вкус сильнее. იმიტომ რომ მას გემო უფრო ძლიერი აქვს. Вкус к Брахману сильнее, чем у нас вкус к Гора Нитай там, или Кришне. მისი гемо ბრაჰმანის მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი гемо გორა ნიტაის მიმართ ან კრიშნას მიმართ. Поэтому нам не советуется общаться с такими, с мощными, утвержденными в своей правоте Майявади. ამიტომაც ჩვენ გვაგვეძლევა გვაძლევენ რჩევას, რომ არ ვიურთიოთ ესეთ ძლიერ ძალიან გამყარებულ ბრაჰმავადებთან. Потому что это опасно для нас. იმიტომ რომ ეს სახიფათოა ჩვენთვის. Но в случае Нарада Муни нет никаких проблем. Он любого Майявади, в принципе, может перековать. მაგრამ ნარადამუნის შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ არსებობს, ის მას ნებისმიერი მაიავადის გადაწერთობა შეუძლია. ოთარი პრაბჰუპადა. Да? Аттари Прабху. Харе Кришна. Харе Кришна. Примите мои поклоны. Меня интересует, вот, почему-то все заинтересовались вот этим Брахма-джоти. После попадания того, как душа попадает в Брахма-джоти, и потом, ну, как я понимаю, опять происходит реинкарнация души. Она спускается на планеты, на 14 планет. Вот она все равно зарабатывает карму, да? Ну, это логично. Вот. Куда она может попасть или как она может попасть? Когда спускается с Брамаджоти, да? Из Брамаджоти, когда спускается? Да. Угу. Да, можно перевести. ოთარი პრაბჰუპი სვავს კითხვას, როდესაც სული ბრაჰმაჯიოტიდან ეცემა მატერიალურ სამყაროში ისე გამოიმუშავებს ხომის კარმას. Как правило, когда душа спускается с Брамаджоти, она не падает сразу на дно жизни, в страсти, в невежество. როგორც ეს, როდესაც სული ეშვება ბრაჰმაჯიოტ, ოთარი პრაბჰუშის. როგორც წესი, როდესაც სული ეშვება ეცემა ბრაჰმაჯიოტ, როგორც წესი ის არ ეცემა ეგრევე ნების და უგუნურების ასპექტში, ანუ ეგრევე ესეთ ფორმას არ იღებს. Она здесь рождается как какая-то очень просветленная личность, какой-то браман или еще какой-то вот такой человек. ის აქ იბადება როგორც ძალიან განათლებული პიროვნება, როგორც ბრაჰმანი ან ესეთი პიროვნება. Как правило, начинает заниматься какой-то благочестивой деятельностью, там, благотворительностью, помощью людям, аскезами. როგორც წესი ის იწევს მოქმედებას და კავდება ისეთი ქმედებებით, როგორც არის კეთილშობილური საქციელების ჩადენა, რაღაც სხვების დახმარება. И, конечно, без кармы невозможно в этом мире действовать. და რა თქმა უნდა, კარმის გარეშე შეუძლებელია ამ სამყაროში მოქმედება. На самом деле, под корень карма разрушается только тогда, когда человек обретает према бхакти. სინამდვილეში ძირფესვიანად კარმა ინგრევა მაშინ, როდესაც ადამიანი პიროვნება იძენს პრემა ბაქტის. Кармани мир дахати кинту ча бхакти баджам. То есть говорится, что под корень карма срубается только бхакти баджаном, преданным служением. აქ ხაზგასმულია, რომ
ფესვიანად იკვეთება კარმა, მაშინ, როდესაც ადამი პიროვნება აკავდება ბაქტი ბაჯანით. Поэтому, насколько опять я понимаю, და ამიტომაც რამდენადაც მე მესმის, у даже освобожденных в Майяваде у них остается какой-то тонкий след этой кармы. Они не полностью освобождаются. თუნდაც თავისებურ მაიავადებს რჩებათ რაღაც პატარა მკრთალი კვალი მაინც კარმის, ანუ ბოლომდე არ შეუძლებათ განთავისუფლებისგან. Ну, соответственно, когда они начинают действовать в луне благости, здесь они нарабатывают еще новую карму уже теперь. და შესაბამისად, როდესაც ისინი აქ მოდიან და იწყებენ სათნოების გუნაში მოქმედებას, ისინი ნელა იწყებენ გამომუშავებას ისევ კარმის. И поскольку благо здесь не бывает чистым, там со временем появится и какой-то элемент страсти и невежества. და იქიდან გამომდინარე, რომ აქ არ არსებობს სათნოება სრული ფორმით, სრულიად სულთა ფორმით, ნენელა იქ გამოჩნდება ასევე ნება და უმეცრებაც. Душа, она идет в этот круговорот опять рождения и смерти. და სული ისე მიდის ამ წლებრუნვაში დაბადება სიკვდილის. То есть фактически, даже находясь в Брамаджоте, душа не полностью, не кристально чиста, так скажем. ანუ ფაქტიურად, როდესაც სული იმყოფება ბრაჰმაჯიოტში, ის არ არის კრისტალურად სულთა. Потому что там есть вот это вот тонкое невежество, непонимание того, что высшая истина — это Бог, Бхагаван, а не Брахман. იმიტომ რომ იქ არსებობს ესეთი წვრილი უმეცრება, ესე პატარა ზომის უმეცრება, ესე ვთქვათ, კიდევ რჩება, რომ უზენაესი უფალი არ არის ბრაჰმაჯიოტი, არამედ არიციან უზენაესი უფალი არის ბჰაგავანი. Харе Кришна. Большое спасибо. Все тогда, да? На сегодня. მაშინ დღეისთვის დავასრულებ ჩვენ. Спасибо большое всем, кто собрался. მადლობა დიდი ყველას, ვინც შეიკრიბა. Сегодня была, наверное, самая такая теоретическая тема, დღეს ალბათ იყო ყველაზე თეორიული თემაა. потому что это абсолютно истина, ее на бутерброд не намажешь. ანუ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ბუტერბროდზე ვერ წაუსვავ. То есть не запечешь. ვერ შეწვავ. Кажется, не очень имеет отношение к жизни. გვეჩვენება, რომ მაინც და მაინც არ გააჩნია кავშირი ცხოვრებასთან. Но это понимание истины, оно формирует на глубоком уровне наше отношение к жизни, из которого все остальное вырастает. მაგრამ ეს ჭეშმარიტების გაცნობიერებას გააჩნია კავშირი ჩვენ ცხოვრებაში, როგორც საფუძველი, რაზეც ყველაფერი დანარჩენი იზრდება და შენდება. Поэтому это достаточно важно. ამიტომაც ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. Харе Кришна, Шрила Прабхупада ки джай. Ананта Коти Вайшнава Вринда ки джай. Акшаджа Прабху ки Джай. джай. Гоча, Харе Кришна. Харе Кришна. Тахмияне ეცი რა გოცა მე, როცა მომიცი, კარგი? კი.